ოცეული იყო ფაქტობრივად. ისე ოცეული როგორც თავდაპირველად. კი, იქ ვერ დაარღვევდით კაბატონთია, იქ იყო ყველაფერი გამადიდებლით აკვირდებოდნენ იქ. ისე ვერც დაამატებდი ვერაფერს და კი, და თავისი კვოტებია გასაგებია. ესე კი როგორც დავიწყეთ 20 კაცით, ისე 20 კაცით მივედით 6 აგვისტომდე და 2 მოგიკლეს. დიახ. არ მოგისამძიმრათ და დაიძაბა საუბარი. არ დაიძაბა საუბარი, ჩემთვის გახდა ნათელი. საფუძველი და ნათელი რომ მარტო ვარ. მე დაძაბული სიტუაცია არასდროს მასთან არ მქონია, თქვენ ჩანაწერები მოსვენილი გაგრძელების გადაჭერები არის, მე ადამიანურად ყოველთვის ვცდილობ რომ ემოციები გვერდზე გადავდო ეს ძალიან ფაქიზი ულურული საქმე არის, აქ პატარა შეცდომამ შეიძლება ჯოჯოხეთი გამოიწვიოს. თქვენ ამ დროს დანარჩენ 18 კაცს რასეუბნებით ეს რომ 2 თქვენს თვალწინ იყო ეს რომ არა, თქვი არ ვიყავი მეთქი. არ იყავით და ჩახვედით მე. თუ როცა შეწყდა ცეცხლი მე მომიწია ჩასვლა, 7-ში ჩავედი. გასაგებია. დიახ. ვეუბნები რომ ზღუდე გაამაგრონ, ძალიან ბოლომდე შეასრულონ, მოტივირებულები იყვნენ და мотиваცია იზრდებოდა როცა მე ხედავდნენ და ვცდილობდი განმუხტას მაქსიმალურად რომ ეს არა. ამასობაში სანამ თქვენ ჩახვედით ეს 2 მიცვალებული სად ესვენა? ანუ თვითონ საგუშაგოს დაბლა ქონდათ ამათ განთავსების ადგილი. ესეთი და თქვენ რომ ჩახვედით, იქ დაგხვდათ 2 მიცვალებული. გამოყვანილი იყო, მაგრამ პირადი შემადგენლობის დასანახად ჩავედი და გასასაუბრებლად, იმიტომ რომ მანქანა როგორც შეწყლი შეწყდა თუ არა, მოხდა ეგ წოდებული ტაბლეტკები გავაგზავნე. გასამხნევებლად ასე. ხო, მე გამოიყვანეს. სტრატეგია არ იყო, იმ წუთში არ მოხდა ეს. თორემ მე უკვე 7-ში გამოიყვანეს 2 მიცვალებული. 6-ში საღამო იყო უკვე. ზუსტად არ მოხდა. მაგრამ თქვენ არ მიგიღიათ ამაში მონაწილეობა. თქვენ ამ დროს სად იყავით? თუ იმდეს შავთავთ, ხათ რას ქვია არ მიმიღია მონაწილეობა, ვინ გადაწყვიტა ეს კულახმეტოვა რატო გააგზავნა იქ და გამოუშვა. რას ქვია არ მიმიღია გადაწყვეტილება. მონაწილეობა მიიღია ყველაფერს. მონაწილეობა მიიღეთ ორგანიზებაში მათი გამოყვანის, მაგრამ უშუალოდ თქვენ იქ არ ყოფილხართ ამას ამბობ? ნუ ზუგზე არ შემომისვია სამწუხაროდ მიცვალებულები და არ გამიყვანთ მაგრამ რას მეუბნებით ახლა ვერ გავიგებ რას ქვია უჩემოთ რამეს აფერი წყვეტოდა იქ უჩემოთ. ყველაფერს ვაკეთებდი რომ გამეკეთებინა და მე მოხდა სიტუაცია და დამეშოშმინებინა. კი ბატონო. სხვა საშუალება მე არ მქონდა რაფერს. გასაგებია და სად იყავით 6-ში თქვენ იქ რო არ იყავით? ვიყავი ზემო იმაში, ნიქოზის შტაბში, გადავდიოდი ერევში შტაბში, სარაბუგზე, საგუშაგოზე, სადაც 7-ში საიდან ჩახვედით ავნევში? 7-ში საიდან ჩავედი და გოსპიტალიდან ჩავედი. სად? გოსპიტალიდან. ჰოსპიტალში რა გინდოდათ? უმაღლესი თავარსარდალი იყო ჩამოძანებული დაჭრილების სანახავად. დავხვდი და წავედი. სროლები შეწყვეტილი კადრები არსებობს მაგის. კი, 7-ში იყო ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი გორში და თქვენ იქ დახვდით. დიახ. რა უცილებლობა იყო თქვენ იქ დახვედრის? ბრძანება იყო და დავხვდით. ვინ გიბრძანათ? გენშტაბის უფროსმა. ხო, გასცათ ყველაფერზე პასუხი, აბსოლუტურად ყველაფერზე ვეთანხმები რას თქვა. ყველა ბრძანებას ვიღებდი გენშტაბის უფროსისგან. კი ბატონო. ჩამოვძანდა, სროლები არ იყო, სიმშვიდე იყო იმ წუთში, არაფერი ისეთი არ ხდებოდა. სიმშვიდე იყო 7-ში, იმ პერიოდში ის დღის საათები რო ავიღოთ და შეგეძლოთ ჩასვლა. უფუნება არ იყო ისეთი ყოველდღიურად ხო ვერ ნახულოდი მე. დახვედროდი სამხედრო პატივი მივეცი, ჩესტი დავხვდი და კადრები არსებობს მაგის. კი, თქვენ კადრებზე არ იდარდოთ, არსებობს. კი ბატონო ილია. გუშინ ბატონმა გოგამ აღნიშნა რომ 6-ში და 7-ში სააკაშვილთან არ ქონია კონტაქტი, მას ქონდა 8 აგვისტოს 5 საათზე. და დაჭრილების სანახავად რო იყო ჩამოსული თქვენთან ერთად იყო ბატონ გენერალი გოგავა. არა. ვინები იყვნენ? ბატონო? ვინ იყო თქვენთან ერთად კიდე? სამოქალაქოებიდან? ნუ ვინ სამხედროებიდან? ვინ დაჭრილების სანახავად რო წახვედით? მარტო ვიყავი, სამხედრო არ იყო, მე ვიყავი. თქვენ და უმაღლეს თავარსარდალს ქვეყანა ხალხი ახდა თან. ჩვენთანაც არავინ არ იყო. პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ ვინმე? უამრავი ხალხი ახლდაო სააკაშვილს. ვინ ახდა? მინისტრი, თქვენი მინისტრი იყო?
არა, მინისტრი არ იყო, იქ იყო გუბერნატორი, პოლიტიკური თავმჯდომარეა, ხო თუ არ ვცდები? ლადო ვარძელაშვილი? ხო, ისე იდევინე. ბევრი ხალხი. ვანო მერაბიშვილი? არა. კეზერაშვილი არა. კეზერაშვილი ესენი არ იყვნენ. მარტო ის იყო თუ მაგას მეკითხებით. უარეს თავასადალე. არც უგულავა. არა, კადრები ჩანს იქ, ბატონს არ არის არავინ. როგორ ვიტყვი რო არის. ყველაფერი ჩანს, როდის გადმოდის მანქანიდან, როდის შედება, ვინ მოყვება კალიდორში, სად შევდივართ, გამოდივართ. ის ისე ჩხარა დადიოდა, შეიძლება ოპერატორმა ვერ მიიღო. კარგი, ხანდახან თუ არ გავიხუმრეთ, მაგამ. ესე იგი, ხო, და თქვენ დახვდით უმაღლეს მთავარსარდალს, ამ დროს თქვენ კი ისევ ხართ სამშვიდობო შტაბის ხელმძღვანელი. დიახ. ამ დროს 7-ში შუადღეა. 7-ში შუადღეა, უკვე სიმშვიდეა. ჩამოდის უმაღლეს მთავარსარდალი გორის ჰოსპიტალში და თქვენ ჯერ კიდევ ხართ სამშვიდობო შტაბის ხელმძღვანელი. დიახ. შემდეგ იქიდან გააცილეთ და მიდიხართ უკვე ავნებში დავხედე, გამოდივარ ისე ნიქოში. მოძო, მე ესე აი ხო მიმხვდი, ძალიან დიდი დრო არის გასული ხანწუთში, ესეთი რაღაც სად გავჩერდი, წყალი სად დავლიე, როგორც საჭამოჭიქი. 7-ში ვარ იქ. თეათ, იმიტომ რომ სულ უკვე რაღაცა ისეთი განცდა მაქვს, აი რაც 2004 წელს მოხდა დაღუპულებთან და იმასთან, აქვია, ტყვეები რო ეგრეთ წოდებული კადრები რო იყო ცხინვალზე, სულ მაგის შიში მაქვს. ესე თუ შეიძლება ითქვას. ქავდოთია რომ ესეთი რამე არ გამეორდეს. კი, რა თქმა უნდა. და უკვე სხვა პასუხისგებლობა არის, საკე ვერი მოშევი. თქვენ რა სატრანსპორტო საშუალებები გქონდათ? საგუშაგოს უზრუნველსაყოფად გქონდათ ყავდათ სხვადასხვა ტრანსპორტს სულიდით იქ იყო ესე ბობიკის ტიპის ეგრეთ წოდებული კახოზნიკები, ზოგჯერ ის იყო პრადოს ჯიპი იყო, შავი, როცა დელეგაცია ჩამოდიოდა, თქვათ, იყო თანათავმჯდომარე ჩამოსული, მაგ დროს ვიყენებდით და ეს ჩანს კადრებში. და ანჩენი აი არის 2008 წელი, როგორც მოგეხსენებათ და ამ 2008 წელთან დაკავშირებით ჩემი თხოვნა არის, რომ აი ხაგის ტრიბუნალიდან გამომდინარე, გავდონტია. იმიტომ რომ მე მაქვს ვალდებულება და მოვედი და არ ვარიდებ თავს, მაგრამ კიდე ერთი ვალდებულება მაქვს საკუთარი თავის საფრთხეში არ ჩავიდო. ამას ტერიც უყურებს, გამადიდებლით უყურებენ ამ ყველაფერს და იცით თქვენ კარგად რომ საფრთხე ვისგან მომდინარეობს? რუსეთიდან მომდინარეობს. მარტო თქვენთვის შეიძლება არ მომდინარეობს, საქართველოა ოკუპირებული და ამიტომ კი ბატონო, ბევრისთვის მომდინარეობს, მაგრამ განსაკუთრებულად აი ამის განხილვად ჩემი თხოვნაა რომ ნუ შევალთ, იმიტომ რომ ბატონო გოგა ამოწმდა რაში ნუ შევალთ, უნდა წავიწიოთ წინ, ჯერ არის 7 აგვისტო. 7, 8, 9 დეტალებში. გარკვეული კითხვების დასმა მოგვიწევს. მოდით ბატონო მამუკა, ვენდოთ ერთმანეთს. კი ბატონო, კი არა, მე თქვენ არ მეპარება მაგაში. სით რა არის? კიდე ერთხელ ვიტყვი, შეიძლება თავში არ გაისმა სათანადოდ მკაფიოთ ან ვიღაცა გვისმენ და მერე გადართოს სხვა არხზე. ყველამ რომ კარგად გაიგოს. ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის შეკრებილი, რომ სამხედრო პირების, მათ შორის თანამდებობის პირების ქმედებები ვაფასოთ. ჩვენ აქ ვართ შეკრებილი, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვინც მაშინ იღებდა გადაწყვეტილებებს, მათი გადაწყვეტილებები შევაფასოთ. ეს ორი სხვადასხვა რამე ამეთქი ვთქვი. კი ბატონო. ამიტომაც დავინტერესდით მაგალითად იმისთვის, რომ თქვენ იქ რომ ჩახვედით, ვინ გიბრძანათ, ვინ დაგხვდათ და ასე შემდეგ. ეს თითქოს უწყინარი კითხვებია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ გავაგრძელოთ თქვენი ნებართვით. 7 აგვისტოს როდის დგება ის მომენტი, როდესაც თქვენ გიცვლიან ფუნქციას და ვინ შეგიცვალოთ ეს ფუნქცია? ზუსტი ადგილი და დრო აღარ მახსოვს, მაგრამ გენერალი გოგავასგან უშუალოდ დამებარეს და მითხრეს, რომ ცენტრალურ მიმართულებაზე უნდა მაქსიმალური გავაკეთო, იმიტომ რომ სროლები გაშხირდა, ხშირია იყო უკვე სროლები. დიახ.
სროლებიც გახშირდა იყო კარგად რომ გავიგოთ რა ეს ცენტრალური მიმართულება 2 დღეა ვერ არ ყვეთ და სხვადასხვა ის იყო მოსაზრებები ეს ცენტრალური მიმართულება არის ჯავა როკის მიმართულება თუ ეს არის ცხინვალის მიმართულება ვერ ცხინვალი და ჯავა ერთ ამბობს მეორე ცხინვალი და ჯავა ერთი მიმართულება ტრანსკამერა არა მე რას ვაღობ ცენტრალური მიმართულებაში ისი გულისხმება რომ უნდა გადავკეთოთ როკის გვირაბის რო იქიდან არავინ არ შემოვიდეს თუ თვითონ ქალაქ ცხინვალში ჩავატაროთ რაღაც ოპერაცია რო გარკვეულ სიტუაცია. ესეთი იმისთვის რუკა არის. რას გადაკეთე ცენტრალური მიმართულება რა იყო? აი მარტივად გაიცეთ პასუხი ძალიან. ცენტრალური მიმართულება იყო ტრანსკამი, ეგრეთ წოდებული ცენტრალური გზა, ასფალტირებული გზა, უმოკლესი გზა, რომელიც შედის საქართველოსდან, რომელიც შედიოდა ცხინვალში. იწყებოდა ეგრევე ქართული ხეობა, ცხინვალი როგორც თავდებოდა, ეს არის თამარაშენი. მოდიოდა ქურთა აჩაბეთი კეხვის ეს არის უკვე ცხინვალის შემდეგ. შემდგომ კეხში იყო საგუშაგო რუსების, სადაც იმის იქით აღარ ატარებდნენ არავის. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის ზონა ქუთის ხიდზე კიდევ 8 კილომეტრით მაღლა თავდებოდა და ქუთის ხიდიდან გადადიოდი უკვე მიდიოდი ჯავის. ესე იგი, ცენტრალურ მიმართულებას როცა ვამბობთ, გულისხმობთ ცხინვალის მიმართულებას ცენტრალური გზით, რომელიც შედის. ეს იყო ოპერაციის გრავიტაციის ცენტრი? ცენტრალური მიმართულება თუ შეიძლება ჩაითვალოს ეგრე არის. კი ბატონო. კარგი, ესე იგი, გაირკვა რომ და ეს სხვათა შორის გუშინ რა მინიმუმ ერთმა გამოსვლელმა იგივე თქვა რომ ცენტრალური მიმართულება იყო ცხინვალი. აი ეს 7 აგვისტოს როდის ხდება? მაგიტომ დაგიბარათ მიშამ მიხეილ სააკაშვილმა გორში რომ ესე თქვა? თუ როდის მოხდა ეს? მიხეილ სააკაშვილი აშუაში ეს არის. ხო და არა ვკითხულობ. არა. ვიკითხე. არაფერი არ ყოფილა. არ დაუვალებია ჩემთვის არა. ვინ განგისაზღვრა? გენერალმა გოგავან ქალბატონ თეთრი უკვე ხო? სად? ავნევში? ნუ არ ვიცი ხა ადგილი ზუსტად სად ვიყავით. კონფლიქტის ზონაში არ შემოდიოდა. ზონასთან გორში ალბათ. დამისვეს ამოცანა. დავაზუსტე. ხი უკვე. წინა დღეებში უბრალოდ ცოტა უკან რომ გადავახვრეთ. წინა დღეებში როცა სროლები ხდებოდა კალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან ნავთქორცნებიდან თქო რომ მინამიოც უწოდებთ. ეს ხდებოდა სხვადასხვა სოფლებიდან, ზოგჯერ რუსეთის საგუშაგოს ამოფარებული და უშუალოდ ცხინვალიდანაც იყო დაბომბვა. უშუალოდან ქართული სოფლების მამისანთუბნიდან. ბატონო? მამისანთუბნიდან. ესაზღვრება ერგინეთს. ერგინეთს. მამისანთუბანი. დიახ. მამისანთუბანი. მიტოვებული ასფალტის. უშუალოდ ქალაქიდან თუ ხდებოდა დაბომბვა. ხა იქ შიგნით არ ვიყავი, უბრალოდ გამოსროლა საიდან ხდებოდა, ხა მე ვინ დამანახებდა იმას, მაგრამ სროლები იყო მამისანთუბნიდან ერგინეთს. კარგი და დაახლოებით რა დროა, როცა ეს ფუნქცია შეგეცვალათ და ეთანხმებით თუ არა იმ წინადადებას, რასაც მე მგონი მეხუთედ ვამბობ, რომ თქვენ შეგეცვალათ ფუნქცია. მე სამხედროა და ბრძანებებს არ ვარჩევ. არ არჩევთ, მაგრამ შეგეცვალათ ფუნქცია. ანუ სამშვიდობო შტაბის ხელმძღვანელი უცბად 7 აგვისტოს რაღაცა დროს აღარ იყავით, თქვენ დაინიშნეთ პასუხისმგებელ პირად ცენტრალურ მიმართულებაზე, რომელიც გულისხმობდა ცხინვალს. ნუ შევითავსებ აქტიურად. შეითავსეთ. კი ბატონო. ბატონო. თქვენ მართლაც ძალიან დიდ როლს ასრულებდით ეს ყველა სახსოვს სამშვიდობო მისიის დროს. და ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდათ ჩამოყალიბებული თქვენს კოლეგებთან. აი ამ დროს როდის გახდა თქვენთვის ცნობილი რომ ცხინვალმა დაიწყო ევაკუაცია? 1 აგვისტოს. 1 აგვისტოს. ანუ 1 აგვისტოს თქვენ უკვე იცოდით რომ იქ ხალხის ევაკუაცია ხდებოდა. ტელევიზიიდან გავიგე, იმიტომ რომ თათბირი არ მოუწევიათ, არ დაუსვიათ ეს ამოცანა, ის რაც ჩვენთვის რაც მათთვის შეიძლება და ჩვენთვის არ შეიძლება. მოიწვიეს ავტობუსები შემოიყვანეს, დაიწყეს ევაკუაცია, სხვათა შორის ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, ქართული მოსახლეობისთვისაც რაღაც ნაწილობრივი სიგნალი გახდა, რომ ცოტა გარიდებოდნენ იქაურობას, ისეთი იქმედება ჩაიდინეს. ძალიან ისაქნეს საქმე, აი უცბად შეკრიბეს რაღაცა ეს მე არის უკვე ბატონო ალპაის რაღაც 2009 წელს ვგებულობთ ამის პასუხს, როცა უკვე პუტინი გამოდის და იძახის, რომ თადარიგი ჰქონდათ დაჭერილი, შექმნეს ეგრეთ წოდებული სასწავლო ცენტრები ბარსი, რომელიც ქუთის ხიდის თავზე იყო და
რაღაც როგორ ვთქვა, რაღაც გარდამავალი პერიოლოჩნი პუნქტი ვითქვა. იქიდან გადაყავთ, იცი რომ 7-მდე თითქმის არაფერი ხდებოდა, ну გარდა იმ ინციდენტისა, რაც იყო ორი ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა, ჩვენ გამოსრულებისგან ასე გავიგეთ, რომ მანამდე თითქოს იქ არაფერი არ ხდებოდა, 7-ში ყოველ შემთხვევაში და თავდაცვას ჰქონდა ესეთი მიმართულება, რომ რაღაცა მოთმინებით უნდა უპასუხოთ ამ ყველაფერს. კარგით, მადლობთ, ერეში დაგისვოთ. თქვენ კიდევ ერთი დამატება აქვს თუ შეიძლება. არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მარტო 7 აგვისტო. ძალიან მნიშვნელოვანი არის 3 აგვისტო, რომელზეც არის მონიტორინგის დასკვნა, რომ გამოყენებულია ტანკი. კი ბატონო. თქვენ როგორც სამშვიდობო ძალების სარდალს, ხომ სწორად ხმარობ ტერმინს? არა, არ ხმარობ. სამშვიდობო ოპერაციების შტაბის სარდალი არ ყოფილა. სარდალი იყო ერთი კულახმეტოვი. ქართველების მხრიდან იყო უფროსი სამხედრო მეთაური, სტარში ვოისკი ნაჩალნიკი. დავადგინოთ ტერმინები, როგორც ცენტრალური მიმართულება რა იყო, თქვენ ვინ იყავით, რომ თქვენი ფუნქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი, თქვენ სამშვიდობო ოპერაციების შტაბი ხელმძღვანელი ხართ, ქართველი. გაქვთ თუ არა, თქვენს შეიძლება არ ქონდათ ეს, მაგრამ გაქვთ თუ არა კითხოს სვამ. შეიძლება ქონდათ. პირდაპირ მოვალეობათ, ერთ-ერთ მოვალეობათ, რომ როგორც კი თქვენ დაინახეთ, აი რაც ბატონმა ალეკომ იკითხა ტელევიზიის თუ გაიგეთ ადგილზე, რომ 1 აგვისტოდან მეორე მხარემ დაიწყო ევაკუაცია. როდესაც თქვენ კულახმეტოვმა სარდალმა არ მოგისამძიმრათ. თქვენ თვითონვე თქვით, რომ უკვე მიხვდი, რომ მარტო ვარ. თქვენ თუ მარტო იყავით, ჩვენი მოსახლეობა ხომ კიდევ უფრო მარტო იყო. თქვენ რომ მიხვდით, რომ თქვენც კი მარტო ხართ, თქვენ სიტყვებს ვიმეორებ. თქვენს უფლებამოსილებებში შედიოდა თუ არა, რომ მინიმუმ განგაშის ზარი შემოგეკრათ, რომ მოსახლეობაში სამოქალაქო არაკომბატანტ მოსახლეობას გულისხმობ, იქ მსხვერპლის ყველაფრის ფასად თავიდან აგეცილებინათ და თუ ეს იყო თქვენი უფლებამოსილების ნაწილი, რა გააკეთეთ ამისთვის? გაერთიანებული შტაბი ჩავაყენე საქმის ყურში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? როდესაც რომ განგაში უშუალების საბჭოს გარეშე, გენშტაბის გარეშე ამეთ ეხა და სახლებზე დამეკაკონი და რას მეკითხებით ვერ გავიგე. აი, აგიხსნით რას რომ კარგად გავიგოთ, რას გეკითხებით. როდესაც თქვენ პირდაპირ ერთ-ერთი პირდაპირ მოვალეობა მე ასე მესმის, თუ გადამარწმუნებთ, რა თქმა უნდა, მზად ვარ გადავრწმუნდე. თქვენი ერთ-ერთი პირდაპირ მოვალეობა, როგორც სამშვიდობოსი, იყო სამოქალაქო მოსახლეობაზე ზრუნვაც. ხომ ასეა? კი ბატონო, მადლობა, რომ დამიდასტურეთ. რასაკვირველია. შესაბამისად, თქვენ როდესაც ხართ ადგილზე, გაქვთ ის შესაძლებლობა, ძვირფასი შესაძლებლობა, რომ იყოთ ცხინვალში. გადაადგილდებოდეთ. თქვენი თვალით ხედავდეთ და აფასებდეთ ადგილზე ვითარებას. 1 აგვისტოს მე არ მაქვს შესაძლებლობა. ცხინვალში ვეღარ გადავადგილ თქვენ ეს. ხო, მაგრამ ტელევიზიას არ ხურობთ პოზიციაში, ხალბატონთო, უამრავი ინფორმაციის წყარო გაქვთ. არა, მე სამსახურები მუშაობენ და ყოველ წუთიერად თუ არა, ამ პერიოდულად ინფორმაციას უნდა იღებდეთ, რა ხდება მოწინააღმდეგე მხარეს. მეტი ინფორმაცია რაღა გინდათ, შტაბს გადავცემ აბსოლუტურად ყველაფერს დეტალურად გადავცემ გაერთიანებულ შტაბს. როდის გადაეცით პირველად, რომ ბატონო გენერალო მოქალაქეები გვეყოლება მგონი გადასარჩენი არ არის აქ ცუდად არ არის აქ კარგად საქმე რომელი დღე იყო ეს რომ გადაეცით რასვია გადასარჩენი ხავდო ბოლო წამოვდეთ ცდილობდით რომ აგვეცილებინა ყოფილი რასვია არა ნახეთ რას გეკითხებით რა გინდათ ბოლო რა გეკითხებით რა მინდა ბოლო ვერ გავიგე ესე ბოლო რა გინდა ევაკუაციას იწყებს ვინც მის მინერ წუთი ცოტა იმასკენ ევაკუაციას ვინც არავინ არ ზის საქართველოს გასაგებია თუ იწყებ რაღაც ოპერაციას ბატონო ალეკო მაშინ შენ აფრთხილებ შენ გამოყავს ეს გეკითხებათ
თქვენ ამაზე ხართ პასუხისმგებელი. სწორედ იმიტომ გაქვთ ეს სამშვიდობო მიცია, რომ იქ მოსახლეობა დაიცვათ. ამიტომ თქვენ როცა გააკეთეთ მოხსენება თუ პატაკი და მიმართეთ, რომ ასეთი მდგომარეობა მოწინააღმდეგე მხარე. გაყავს ხალხი, ანუ საგანგაშო ვითარებაა. ორი ჯარისკაცი მოგვიკლეს, ხო? თქვენ ითხოვთ და ვალდებულიც იყავით, რომ სასწრაფოდ მიეღოთ ზომები. ანუ იქიდან მაშინ უნდა გვითხრათ, რომ არავითარი პასუხი არ მქონია და მითხრეს, რომ ეგ არ არის ჩემი საქმე. იმიტომ რომ ვიცი, რომ თქვენ გარკვეული წინააღმდეგობები და კონფლიქტები ამასთან გქონდათ, რაც მოგვიანებით ვერ გეტყვი. ბატონო მამუკა, მოდით ერთი წუთი სანამ პასუხს გაგცემთ, შევთანხმდეთ მუშაობის წესებზე. ესე იგი, მე არ მგონია, რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ, რა ტონითაც საუბრობთ. და მოდით ყველა მოვიქცეთ იმ სამხრეების შესაბამისად, რითაც მოგზანდით. გისმენთ, რა მოვიქცე ესეთი. ეხლა გუშინ განსაკუთრებით ვერავინ ვერ იტყვის, რომ ან რაიმე ტიპის შეურაცხყოფა მიაყენეს ვინმეს. ერთი ნუ მაწყვეტინებთ. რაიმე ტიპის შეურაცხყოფა მივაყენეთ აქ ვინმეს. რომ აქ არ არის და მადლობა ამისთვის საქართველოს პარლამენტს და მის ადმინისტრაციას ნორმალური პირობები შექმნილი, რომ ჩვენ ვიმუშაოთ და ვისაუბროთ კომფორტულ პირობებში. ამას ვერავინ ვერ იტყვის. გუშინ აი სალაპარაკო ენაზე ვიტყვი. მე ძალიან ბევრი რაღაც როგორც კომისიის თავმჯდომარემ გავატარე. ტონი გავატარე. ტოების ძახილი გავატარე. ბევრი რაღაც გავატარე. ამიტომ მოდით ახლა დავჭკვიანდეთ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო, რომ თქვენ ტონს აუწიოთ. თუ მობძანდით მუნდირით, პატივი ეცით მუნდირს პირველ რიგში. გასაგებია? გისმენთ, კი. რა გინდათ ვერ გავიგე. რა მინდა და ეხლა დაგისვავთ კითხვას და უპასუხეთ და გისვამენა კითხვებს. და აქ არც ერთი ის არ გეგონოთ ისა რბილად ვიტყვი და ბოდიშ უხდი აქ წევრებს. თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე რა. წერტილი. ესე იგი, ჩვენ ვამბობდით რას? რომ როდესაც თქვენ სიტყვებს ვიმეორებ და მე ხლა არ მინდა და თუ გნებავთ ამოვწევ და ჩანაწერს გაჩვენებთ, სადაც თქვენ ამბობთ დამიბაროს ქართულმა ოცნებამ და ვისაუბრებ ხარვეზებზე. აი დაგიბარეთ და ისაუბრე ხარვეზებზე. გაგაინტერესოთ და ტონს დაუწიე და ეხლა მე აუწევ ტონს. გისმენთ. და დაუბრუნდეთ თქვენობით ლაპარაკს და მშვიდ საუბარს. გისმენთ. მომინდომეს აქ ბიჭურად საუბარი. ერთმამ და მეორემ კიდე. ბოდიშ უხდი საზოგადოებას. ესე იგი, თქვენ 1 აგვისტოს უკვე ხედავთ, რომ ევაკუაციას მეორე მხარე ახორციელებს. თქვენვეთ ბრძანეთ, რომ 3 აგვისტოს უკვე იყო ინციდენტები და ცეცხლიც, ეს თქვენი სიტყვებია. და 6 აგვისტოს ყველას ერთად გვემართება ის უბედურება, რომ 2 ქართველი ჯარისკაცი არის დაღუპული საგუშაგოზე. თქვენ გადაეცით თქვენი პირდაპირი მოვალეობა, ეს ვიცით და თქვენც დაგვიდასტურეთ, რომ სამოქალაქო მოსახლეობაზე იზრუნოთ და ვინაიდან ეს თქვენი მოვალეობაა, თქვენ გენერალურ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს გენერალ გუგავას გადაეცით, რომ დაძაბულია ვითარება და ვიზრუნოთ მოქალაქეების ევაკუაციაზეო თუ რაზეო. აი ეს არის კითხვა. თუ ასეთი გადაცემა ინფორმაციის არ გაგიკეთებიათ. გავაკეთე ესეთი ინფორმაცია და რომელ დღეს? ნუ ეს არის რაღაც უკვე 7 რიცხვი არის. თუ ასები 7 რიცხვი. 7 რიცხვის მასმერე რაც სააკაშვილს დაშორდით გორში თუ მანამდე? დავშორდი. მასმერე, ანუ დღის მეორე ნახევარში 7-ში. სრუჩვენების შესახებ გაგაფრთხილეთ მე მგონი, ხო? კი.
გადაეცით. რა გიპასუხა ზაზა გოგავამ ეს რო უთხარით? დეტალები არ მახსოვს ხა, ყველა ზომა უნდა ვიხმაროთ, რომ ეს არ მოხდეს. და ზომები რა დაგისახათ? სიტუაცია ცეცხლი გადაიზარდოს. მე ფაქტიურად რასაც თქვენ მეკითხებით, უბრალო კითხვა არის ძალიან პოზიცია ამაზე რო ხა ის მომიწია, მაგრამ 1 აგვისტოდან ვეუბნები რომ იზაბება ურთულესი სიტუაცია აქვს მოსახლეობას, ნიქოში უკვე სახლები იწვის, მონიტორინგის დასკვნების სიგზავნება ქალბატონთია და ამ შემთხვევაში უკვე ის არის მოხსენებით რეჟიმში ვარ, რასაც თქვენ მეუბნებით თუ გინდა თუ არა შვიდში ზუსტად არ მახსოვს და მაგიტომ ჩასწრებას ვაკეთებ რომ პირველი რიცხვიდან დეტალურად შეიძლება ითქვას თითო გამოსროლაზე ვაყენებ საქმის ყურში ვისი მხრიდან არის პასუხი რომ ყველაფერი გააკეთე რომ დაშოშმინდეს ჩასხრეს ეს გასაგებია ეს არის სამხედრო მიმართულება სიტუაციის ჩაცხრობა მაგრამ მე გეკითხებით სხვა რაღაცას თქვენ სამოქალაქო მოსახლეობაზე აქ იგულისხმება ადამიანი რომელიც ცხოვრობს სოფელში სხვანაირად როგორ ახსნა ქალი კაცი ბავშვი შიშმ პირი ყველა მოხუცი ქალი კაცი ყველა ბავშვი რანაირად ახსნა სხვანაირად არა მესმის მათ შორის დროებითი ადმინისტრაციის თანამშრომლები ქუთაში ისიც ხო თქვენი საზრუნავი იყო, ვისი საზრუნავი იყო, რა? არა, ოსი მოსახლეობაც. ოსი მოსახლეობა, ყველა გლეხი, ქალი, კაცი, ყველას გულისხმობ ეთნიკურად. მე არ მithქვამს მარტო ქართველები მეთქი, მე ვთქვი სოფელში მცხოვრები პირი. ეხლა სად და იმ რეგიონში ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რომ შერეული ოჯახები იყო უმრავლესობა მათგანი იყო შერეული ოჯახი. ამიტომ იქ ეთნოს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ჩვენიანი იყო მოქალაქე. თქვენ ამ ხალხზე იქონიეთ თუ არა საუბარი ვინმესთან? გენერალ გოგოვასთან. შვიდში. მას მერე რაც დატოვეთ სააკაში. პირველში, შვიდში. მან აქ რომ შემობძანით მოგცათ უფლება ყველაფერი მე დამაბრალეო თუ როგორ ხდება? არა, რას ქვია დამაბრალე? სამხედრო ერარქიული თენით ორმა სამხედრო პირმა რომ მაინც მაიძულებთ რომ აი სხვანაირად გელაპარაკოთ, არ მინდოდა. არა, ვალდებულება იყო ქალბატონთია ის ჩემი, უნდა სამხედრო ვარ და უშუალოდ ჩამოყენებინა საქმის გულში. თქვენ ახლა ჩვენ კიდევ ატყოფო დიდი დრო დაგჭირდება თქვენზე დასახარჯად და ამიტომ ომში ნამყოფმა კაცებმა ჩემზე მეტად მოთოკეთ ნერვები რა. კი ბატონო. თავარსარდას რო შეხვდით უკვე თქვენ შვიდში ხდებით და არეუნებით ამას რომ მოსახლეობას მას არ უზიარებთ პირდაპირ გაერთიანებულ შტაბს მიაწოდეთ ინფორმაცია მაგრამ უმაღლესი მთავარსარდალია რომელიც არა მარტო უმაღლესი მთავარსარდალია არამედ პოლიტიკური თანამდებობის პირია არის პრეზიდენტი მას არ უთხარით რომ ასე ხდება შეიძლება მოხდეს ესკალაცია შეიძლება დაიწყოს ომი და ამ ჩვენ მოსახლეობას რას უშვებით არ ქონიათ ამაზე საუბარი პირდაპირ კონტაქტ კონტაქტი და ყველაზე ახლო გზა ის იყო თუ მანამდე თქვენ ვერ შეამჩნიეთ რომ ამაზე ვინმე ზრუნავდა და ფიქრობდა. უშუალოდ როცა ვნახე მოხსენება გაუკეთეთ, დავხვდი და დავიძარით მე უკვე ქალბატონთი ამას თქვა როგორი ნაბიჯები დადიოდა და მე კონტაქტი მე შეგით არ მქონია იქ ოთახში იყო ის სურათის ამბავი იცით და გამოვიდა და მე მაგის ამ მქონია. მოკლედ ეს კაცი ჩამოვიდა პიარისთვის იქ თქვენ არ ვერ მოახერხეთ ამას ამბობთ ხო ბატონი ალეკოს შეკითხვაზე ვერ მოახერხეთ სააკაშვილთან საუბარი ვერ მოახერხეთ მოგესალმათ მაინც სამხედრო წესით მოგესალმათ მაგრამ არა უფრო მეტი ხო გასაუბრება მოხსენება ან რა დღეში ვართ, რა სჭირს ჩვენ სამშობლოს, რა ხდება, მითხარი მამუკა, ასეთი საუბარი არ ყოფილა. არც სამხედრო წესით ფორმალიზებული საუბარი, დიალოგი არ შემდგარა. მისგან ეს ინიციატივა არ ყოფილა. არ ყოფილა მე არ მქონდა მაგის შესაძლებლობა, მე მქონდა. მე თქვი რა, რას არ მინდა ახლა კიდე. დაუბრუნდები ჩემს ორდღიან სტილს რაგი. ესე იგი, ამის საშუალება არ მოგცათ, მაგრამ რომ მოეცა ამის საშუალება თქვენ რის მოსახსენებლად იყავით მასთან მისული? რისი თქმა გინდოდათ?
რას ვისურვებდი რომ მეთქვა? ხო, რას ის? ალბათ ადარიგი რომ დაგვიჭირა. რისთვის? აი სიტუაციას ასე თქვენ გულისხმობთ და შესაძლებელი იქნებოდა თქვათ მინდებარი სოფლიო თვითონ იქ ვერ შეძლო კონფლიქტის ზონაში ჭირდებოდა თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილება ქაბატონთია ევაკუაციასთან დაკავშირებით მინდებარი სოფლიოთან ჩემს სულ ამას ეტყოდით თუ მოგცემდათ ამის საშუალებას მაგრამ ბატონი ალეკო აგბრძანდება ჩემი კოლეგები აქ არიან და თქვენ მით უმეტეს აგბრძანდებით და მითხარით უბრალოდ მოკვდავ ადამიანს ქალს ასეთ სიტუაციაში როცა თქვენ უკვე გაქვთ კონკრეტული ფაქტები და ანალიზის საშუალება. თქვენზე მეტი ანალიზი სააკაშვილის გორში, მოდით ასე ვთქვათ ამ წუთში არ შეეძლო ქონოდა, გორში კი არა, ავნებში არ შეეძლო ქონოდა გინდა ცხინვალში. არ არის შესაძლებელი, როცა სამშობლოს საფრთხეა, რომ თქვენ აკრძალულია სამხედრო წესით, რომ თქვენ გამოიჩინოთ ინიციატივა და უთხრათ, რომ გთხოვთ უმაღლესო მთავარსარდალო მომცეთ საშუალება მოგახსენოთ. ეს აკრძალულია სამხედრო წესში. არა, რა თქმა უნდა, არ არის აკრძალული, მაგრამ თვითონ სიტუაციიდან გამომდინარე და არ ცადეთ პროაქტიულად, რომ მომეცით თუ შეიძლება საშუალება მოგახსენოთ. არ გამოიჩინეთ ეს ინიციატივა. ამ ქონია მაგის შესაძლებლობა. რატომ? აი მოგვიყევით. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა გარსეხვია, იმიტომ რომ აი მოგვიყევით. ძალიან ისეთი კადრებში ჩანს მათ, რომ აი მე არ ჩამა საერთოდ ისეთი არ ვიცი, ექიმები, ადგილობრივი ჩინოვნიკები, აი რაღაც ჯგუფი დატრიალდა. ანუ თქვენ დაგრჩათ განცდა, რომ მას არც აინტერესებდა თქვენ რო იქ იყავით? ნუ მე ხა მაგას როგორ ვიტყვი იმას რა განცდა აქვს? მე ვფიქრობ რომ განცდა თქვენ რა დაგრჩათ? მე რომ სადღაც მოდით ესე გეტყვი დღიათ რა. 2010 წლიდან და მე 12 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ვარ ხელისუფლებაში 12 წლის 25 ოქტომბრიდან. ყველა თათბირი და შეხვედრა შემიძლია გითხრათ, სად დამრჩა განცდა, რომ სადაც ვიყავი, იქ ვაინტერესებდი ვიღაცას რო ვიყავი და სადაც რო ვიყავი, არ ვაინტერესებდი, გინდ ყოფილვარ არ გინდა რა. თარიღებით გეტყვით. ყველას გვაქვს ადამიანები ვართ პირადი განცდა, რომ ზივარ აქ, მაგრამ მგონი არ ვარ საჭირო. არ გაქვთ ასეთი განცდა, ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანს განცდა კონდეს. მადლობა ღმერთს, უფრო ხშირად გვაქვს განცდა, რომ დაგვიძახეს და ვარ საჭირო, მაგრამ ეს ადამიანებს შორის ურთიერთობებია. გეკითხებით მარტივად, გქონდათ თუ არა განცდა, რომ თქვენი იქ ყოფნა სააკაშვილს საერთოდ არ აინტერესებდა. თუ რატო არ აინტერესებდა ამას ჩვენ მე შევაფასებთ. არა, ეგეთი განცდა არ მქონდა რომ ჩემი ყოფნა იქ საერთოდ არ აინტერესებდა რას ქვია. მაგრამ მქონდა განცდა იმისი რომ უფრო მეტი დრო რომ გამონჩენოდა ეს უკმაყოფილების ის მქონდა. დაგრჩათ უკმაყოფილების განცდა. ამის შესახებ თუ შეატყობინეთ იმას, ვინც როგორც თქვენ ამბობთ, ბრძანება მოგცათ რომ დახვდი უმაღლეს მთავარსარდალს. არა, არ მithქვია. რატომ? იმიტომ სხვა საზრუნავი მქონდა მაშინ ხოდოთია იქ ისეთი დაძაბული არ უთხარი ძაზაგოგავას რომ ეს რა დამემართა ვიცი რომ იქ მოქალაქეები თქვენი ამ დროს ჯერ კიდე თუ თქვენს ნარატივს დაუჯერებთ და გჯერა თქვენ ჯერ კიდევ ხართ თქვენი ცენტრალური მიმართულება ჯერ არ არის თქვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის სამშვიდობო ფუნქცია ხო ასეა ხო ჯერ არა გაქვთ შეცვლილი ფუნქცია სამშვიდობო ფუნქცია რო გაქვთ ასეთი რაღაც დაგემართათ, რომ უამრავი რაღაც გაქვთ სათქმელი უმაღლესი მთავარსარდლისთვის, რომელიც ამის საშუალებას არ გაძლევთ, თქვენ თავს ამის უფლებას არ აძლევთ, რომ მიმართოთ სამხედრო წესით თუ სამოქალაქო წესით, ამის საშუალებას არ აძლევთ თქვენ თავს და ეს კაცი როგორც შემოირბინა, ისე გაირბინა და გაიქცა, გადაიღო სურათები და თქვენ არეუბნებით გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს რომ აი ესეთი რაღაცა მოხდა და ეხლა რას მიბრძანებთ? არ აკეთებთ ამას. იმ წუთში გადამივიდა, რაღაც სხვა გამოწვევები იყო, სადაც გადაგივარდათ გონებიდან და სხვა გამოწვევები იყო. რა გამოწვევები იყო? რამაც მოქალაქეებზე ზრუნვა გადაიყვანა მეორე პლანზე. მოქალაქეებზე ზრუნვა იყო ზუსტად, იმიტომ რომ კიდე სროლები იყო და კიდე დავიძარი წავედი იქითკენ. კარგი, ბატონი სოზარი გააგრძელებს და მე დაგიბრუნდებთ. კი ბატონო. საომარი ოპერაციები როდის დაიწყო? შუიდან რუზღამეს. თქვენ ინტერვიუ მაქვს წინ 2013 წლის 4 ივლისს მიცემული. საომარი ოპერაციები 1 აგვისტოდან დაიწყო. რას გულისხმობთ?
აი დაზაბულობებს ას თქვი, რომელიც უჩვეულები იყო. და ამაზე მნიშვნელოვანი რამე გქონდათ, რომ ეს გეთქვათ ან შტაბის უფროსისთვის, რომელიც ახლა უკანა ოთახში გელოდებათ, ან თავარსარდლისთვის, ამაზე მნიშვნელოვანი საქმე არსებობდა, რომ საომარი ოპერაციები პირველშია დაწყებული თქვენ ამბობთ. ადამიანები კვდებიან და თქვენ ისე გახვედით, რომ რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი საქმე იყო? მოხსენებები გაგზავნილი მაგასთან დაკავშირებით. მოხსენება უნდა გააკეთოთ აქაც, საგამოძიებო კომისია და გითხარით, რა იყო ამაზე მნიშვნელოვანი საქმე. გაგზავნილი მაქვს მოხსენებები აბსოლუტურად ყველა რეაგირება გაკეთებული. რა გიწერიათ იმ მოხსენებებში მაშინ მითხარით? თვითონ გამოსროლა, თვითონ მონიტორინგის დასკვნა, რომელიც შეიქმნა OBS-ის დასკვნები გადაგზავნილი იყო, ვაყენებდი შტაბის საქმის კურსში იმის საშუალება მეტი აღარ მომეცა, რომ დავლაპარაკებული შექმნილ მდგომარეობიდან გამომდინარე. კი ბატონო. აი, კიდევ იმას ვუბრუნდები. თავარსარდალი იქ არის, გენერალური შტაბის უფროსი იქ არის, რომელიც ახლა უკანა ოთახში გელოდებათ და თქვენ ამბობთ, იცით რომ 1 აგვისტოს საომარი ოპერაციები, თქვენი სიტყვები, საომარი ოპერაციები უკვე დაწყებულია. მსხვერპლი გვაქვს და ამას არ ახსენებთ. გუშინ ბატონი გოგავა გვეუბნებოდა, რომ შვიდამდე ჩვენ წარმოდგენა არ გქონდა, რომ რამე საფრთხე არსებობდა, შეიძლება ომი დაწყებულიყო. ამ დროს თქვენ ყველაზე კომპეტენტური ადამიანი ვინც უნდა იყოს იქ ადგილზე ამბობთ, რომ პირველში უკვე დაწყებული იყო საომარი ოპერაციები და ასეთი აცდენა როგორ შეიძლება იყოს შტაბის უფროს, მთავარსარდალსა და თქვენს შორის რომელიც ადგილზე იყო ყოველდღიური რუტინა ჩემი იქ რაც ხდებოდა, მარტო პირველი აგვისტო არ იყო ადამიანსუდა, იქ იყო მანამდე სროლები, ძალიან ხშირი იყო სროლები. ნუ ოპერაციები ჩემი ყოველდღიური საომარი ოპერაციები ყოფილა დაწყებული საომარი ოპერაციები იმათი მხრიდან იყო დაწყებული, სწავლება ჩაატარეს და ჩანდა ტელევიზორში. მოსაგებია და ამას არ ახსენებთ მეთქი, ამას გეუბნებით რომ იმას დაიწყეს უშუალო უფროს ვახსენებდი, როცა იზაბებოდა სიტუაცია ყოველდღიური წესით ვაკეთებდი მოხსენებას. თქვენ რომ იმ მომენტში მოგეხსენებინათ თავარსარდლისთვის, რომ ხალხის ევაკუაციაა სასწრაფოდ საჭირო. უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა თუ უფრო ნაკლები მოსახლეობის. აი რომ გადაგებიჯებინათ იმ მომენტისთვის თავი და პასუხისმგებლობით მოკიდებოდით უფრო მეტით და გეთქვათ რომ ბატონო მთავარსარდალო ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და დღესვე უნდა დავიწყოთ ხალხის ევაკუაცია. მაგ მომენტში უფრო მეტი ხალხი დაზარალდებოდა თუ უფრო ნაკლები თქვენი აზრით? იქიდან ევაკუაციას ვერ გავაკეთებდით. როგორ? ევაკუაცია არ გაკეთდებოდა, მსხვერპლი იგივე იქნებოდა. ესე იგი არაფერი არ შეიცვლებოდა ეს რომ უფრო ადრე დაგეყენებინათ ეს საკითხი, მსხვერპლი იგივე იქნებოდა ადგილობრივ მოსახლეობაში? მსხვერპლი კონფლიქტის ზონაში შიგნით არის როგორ მოგახსენებთ? ევაკუაცია ადამიანების უფრო ადრე რომ მოგეხდინათ, უფრო მეტი ხალხი დაზარალდებოდა თუ უფრო ნაკლები? დაზარალდებოდა, მაგრამ დახოცილები არიან ხეობაში, იქით არის, აი ცხინვალის იქით არის, გესმით, აი ამარაშენი ქურთა აჩაბეთი და იქ არის ერთი სასიცოცხლო გზა, ეს არის წვერიახოზე. მესმის, მაგრამ კითხვა არის ესეთი. ხალხის ევაკუაცია და ნაკლები იქნებოდა. რა არის? ხო, ლოგიკურია ეს. მადლობა. ბატონო მამუკა, ესე იგი მე თუ სწორად მომესმა, რაც ბატონმა ილიამ კითხათ იმის პასუხად, თქვენ თქვით რომც მეთქვა ევაკუაცია არ გაკეთდებოდაო, სწორად გავიგე? დიახ, იმიტომ თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილება ჭირდებოდა, უნდა მოეწვიათ. იაკობაშვილი იყო მაშინ თანათავმჯდომარე, ჩამოძალებული იყო ცხინვალში, მოეწვიათ თათბირი და საერთო გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რომ ესეთი აღონიზება ჩატარებულიყო. თანათავმჯდომარეები კიდე ვინ იყვნენ? თანანიშნავს, რომ კიდე იყო სხვაც. რუსეთის მხრიდან იყო პაპოვი, აქედან ჩოჩიევი ყავდათ. სამხრივ ფორმატზე ვსაუბრობთ ამ წუთში, ხო, რასაც თქვენ ამბობთ. და თუ იმ ხარეს სამხრივი ფორმატი არ დაჭირდა იმისთვის, რომ თავისი მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინა, ჩვენ რატო დავისაჭიროეთ სამხრივი ფორმატი? თუ ეს ახლა უცბად სპონტანურად მოიფიქრეთ. მათ მაგის ფუფუნება ქონდა, ჩვენ არ ქონდა მაგის ფუფუნება. არ გვაძლევდა მაგის საშუალებას, იმიტომ რომ ეს მევრიკის რის საშუალებას არ გაძლევდათ არავინ? ზონაში რო შესულიყავი, თქვა, აი იგივე მევრიკის საგუშაგო გაგეულო წირზისიდან ასულიყავი ერეთში, გადასულიყავი კოლონით. ორგანიზებული გამოსვლა ჩაგეტარებინა ამის საშუალებას არ მოგცემდნენ და ეს იქნებოდა როგორც ომის დაწყება, ისე აქმული და ამ სიტუაციაში ეს პასუხი თქვენ ახლა მოიფიქრეთ თუ მაშინ ითქვა?
ეს იმ რეალობიდან გამომდინარე იყო ერთი თანათავმჯდომარეები ჭირდება ყველა გადაწყვეტილება სხვა რაღაცა გითხეთ ბანო მამუკა ეს თქვენ ეხლა მოიფიქრეთ ეს პასუხი თუ მაშინ ეს იყო პასუხი რატომ არ მოხდებოდა ევაკუაცია ვინმე მგითხრათ რომ ეხლა სად ეძებოთ თემური იაკობაშვილი სიტყვაზე ვამბობ როდი შეიკრიბება სამხრივი ფორმატი იყოს ის მოქალაქე იქ და დაველოდოთ რა მოხდება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უნდა მოეწვიათ თემური იაკობაშვილი უნდა ყოფილიყო კონფლიქტის ზონაში შიგ-ცხინვალში და ჩაენიშნა აუცილებლად კიდევ ერთხელ გიმეორებთ ეს ეხლა მოიფიქრეთ კითხვაზე გცემთ პასუხს ხო და ეხლა მოიფიქრეთ თუ მაშინ იყო განხილვა განხილვა არ ყოფილა შემთხვევით ვისთან უნდა გამეხილვა ეს თქვენი აზრია დიახ რომელიც ეხლა მოიფიქრეთ ეხლა მოიფიქრეთ ეხლა მოიფიქრეთ იაკობაშვილი ხშირად დადიოდა იქ? არა. ანუ არ იყო მისი მოვალეობა იქ ყოფნა? კი. და რამდენჯერ გყავთ ნახი, რაც იაკობაშვილი მინისტრი იყო ამ შერიგების საკითხებში? ერთხელ. ანუ ერთხელ ჩამოვიდა რამდენი ხნის განმავლობაში? რამდენი ხნის დანიშნული იყო? ხშირად ჩამოდიოდა მაშინ აპარატს ხო ვიქნებ მოგვაწოდოთ ზუსტად რო საიდან სანამდე იყო დანიშნული რომ გავახმოვანოთ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი რომლის მოვალეობა იყო რომ იქ ყოფილიყო დღე და ღამე ერთხელ იყო ჩასული მთელი მისი მინისტრობის განმავლობაში თუმცა კარგად გვახსოვს მისი განცხადებები SKK და არავითარი SKK არ იქნებაო და რამდენი დამაზიანებელი იყო თქვენი აზრით ეს განცხადება ბატონო კატასტროფული დამაზიანებელი ბატონო. ეს გამუჩათაგდების ტონს ატარებს და ყოველთ მიუღება. რამაც გაგირთულათ ალბათ ადგილზე. რომელი რიცხვი იყო ეს განცხადება ხო არ გახსოვთ? ეს რიცხვი იყო. ბატონო? 7 რიცხვი იყო თქვასე. 7-ში. ანუ სანამ თავარსარდალი გასცემს ბრძანებას რომ საცეცხლე წერტილები ჩააკრეთ, მანამდე ეს განცხადება გაკეთებული აქვს. რეალურად ამბობს რომ არანაირი სამშვიდობო პროცესი არ იქნებაო, ამას ამბობს მინისტრის შერიგების საკითხებში, ხო? უბრალოდ პასუხი აქვს ეს რას ნიშნავს ეს არის მასხათ ამუჩათაგდება ძალიან ცუდი დავაზუსტოთ ეს SKK ზუსტად როგორი შიფრება საკონტროლო კომისია რომელიც არის ფორმატით შექმნილი ეს არის მოსკოვი და დაგამისის ხელშეკრულებების საფუძველი შექმნილი სადაც მხარეებს თანათავმჯდომარეები ყავთ გამოყოფილი და ის არის უზენაესი საბუთი იქ ადგილზე რომელიც მიიღება მათ გარეშე წარმოუდგენელი არის ანუ პრაქტიკულად სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი ამბობს რომ არანაირი სამშვიდობო პროცესი არ იქნება, არანაირი კომისია აღარ იარსებებს და დღეიდან მე ვარ რაც ავარ და თან ამას აკეთებს ისეთი სიტყვებით რითაც როგორც თქვენ ბრძანეთ აბუჩად იქნებს მასში გაერთიანებულ ადამიანებსაც და თვითონ ფორმატის უკან ვინცგანან იმ სახელმწიფოებსაც ეს ხო არ იყო ქართულ-ოსური, ქართულ-რუსული რაღაც ეგეთი ფორმატი ხო? გეთანხმებით კი ძალიან დამაზიანებელი არის როცა როგორ გითხათ ბატონო ძალიან სენსიტიური და საფრთხილოთ აი ყველა სიტყვას მოზომილად უთხილდები მაგ დროს რო ცდილობ რომ რაღაცა შეხების წერტილები მოძებნო რომ დააშორო ის დამანგრეველი იყო ფაქტი. კი ბატონო, გეთანხმებით, იმიტომ რომ ნუ აი ეს ადამიანები არ უფრთხილდებოდნენ სამწუხაროდ ჩვენ სამშობლოს და ჩვენს მოსახლეობას ეს დასკვნა არ აქედან. და ამ SKK-ს მოწვევის იმედი გქონდათ თქვენ? არ გქონდათ უბრალოდ. ეფექტურობის მისაღებად აუცილებელი იყო კარგი. კარგი, ბატონო ალეკო. ხა უფრო ბატონო მამუკასთან არა, მაგრამ ბატონო სოზარ ალბათ შეიძლება იაკობაშვილიც მაგ დროს იყო შვებულებაში. იმიტომ რომ რაც ჩვენ ამ კომისიის ხდომებიდან გავიგეთ 1 აგვისტოდან და აგერ გვიდასტურებს 1 აგვისტოდან ხო იქ საომარი მოქმედება და საომარი მდგომარეობა იყო. ამ დროს შვებულებაშია ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შვებულებაშია გუში როგორც გითხრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შვებულებაში არიან გარკვეული თანამდებობის პირები და აქ კიდე ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა და გვაქვს ესეთი უბედურება და იაკობაშვილიც ალბათ შვებულებაში იყო ეს საზოგადოებისთვის ბევრია კიდე შვებულება დავაზუსტებ 2000 ამ სოლში მომაწოდეს 2008 წლის 31 იანვრიდან არის დანიშნული ბატონი თემური იაკობაშვილი საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში. ანუ ესე 7 თვის განმავლობაში ადამიანი ჩავიდა ერთხელ კონფლიქტის ზონაში და გააკეთა განცხადება, რომელმაც პრაქტიკულად ცელი გამოუსვა ქართულ სახელმწიფოს ინტერესებს.